ყველას გამარჯობა, როგორ ხარ ჩემოკარგებო? მოკლედ დღეს 8 თებერვალია და მინდა რომ დღევანდელი დღის ვლოგი გადავიღო. ეხლა გერმანიის დროით ზუსტად 4:20 წუთია. უკანა ფონზე ანაბელი ყვირის, ასე რომ არ გაგიკვირდეთ. მოკლედ დღეს შაბათი დღეა და მინდა ეხლა გითხრათ თუ რა გეგმები გვაქვს. ეხლა მოვიდა ანდრეასი ლიდლიდან, აინკაუფენზე იყო და პროდუქტი მოიტანა, აღარაფერი აღარ მქონდა და ზუსტად 2 დღის უკან მოგვივიდა ანაბელის ლოგინი. მართალია ონლაინზე, როდესაც ბავშვის ახალი ლოგინი შევუკვეთეთ, მითითებული იყო რომ 3 კვირა ჭირდებოდა, მაგრამ გერმანელები ყოველთვის აი თადარიგს იჭერენ დროის თვალსაზრისით ვგულისხმობ და მართალია 3 კვირა იყო ონლაინზე მითითებული, მაგრამ ზუსტად 1 კვირაში მოგვივიდა ლოგინი, ანუ 2 დღის უკან და დღეს რადგან ანდრეასის სახლშია, გვინდა რომ ერთიანი ძალებით ჩვენი პატარა გოგონას ანაბელის ახალი ლოგინი ავაწყოთ. ეხლა მოვშვი და უკვე შუადღეა, დღეს არაფერი არ მომიმზადებია. საჭმელი და ანდრეასმა მოიტანა ლიდლიდან სულ ახალი დამზადებული სუში. გვინდა მივირთვათ, გაჩვენებთ უბრალოდ როგორ გამოიყურება ეს სუში. მე რო არ დაგიმალოთ, ვიდეოში ჭამა იმდენად არ მიტაცებს და ეს მუკბანგები და რაღაცები, ამის ადამიანი საერთოდ არა ვარ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ საჭმელს არ მივირთვებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ვიდეოში ჭამა იმდენად არ მომწონს, რო არ დაგიმალოთ. და ეხლა გაჩვენებთ, როგორ გამოიყურება ლოგინი, ჯერჯერობით შეფუთულია და არ გაგვიხსნია. და შემდეგ, რა თქმა უნდა, უკვე დასრულებულ ვარიანტს გაჩვენებთ. ან ფუთვისას გადავიღებ რამოდენიმე კადრს. მოკლედ, წავიდეთ. გზადაგზა თუ უკანა ფონზე რაღაც ხმები შემოგესმათ, იცოდეთ, რომ ეს ჩვენი პატარა ცუგრუმელა გოგო ანაბელია, რა თქმა უნდა. აი ეს არის ჩემოკარგებო ანაბელის ახალი ლოგინი, რომელიც 2 დღეა უკვე მივიღეთ. ზუსტად 1 კვირაში გამოგვიგზავნეს და არანაირი 3 კვირა არ დასჭირვებია. დღეს გვაქვს 8 თებერვალი და 2 დღის უკან მოგვიტანეს, დღეს შაბათი დღეა, მაგრამ აი შაბათ კვირამდე ანდრეასმა, რა თქმა უნდა, ვერ მოიცალა სამუშაოდან როცა ბრუნდებოდა უკვე ძალიან დაღლილი იყო და დღეს გადავწყვიტეთ რომ ავაწყოთ ანაბელის ლოგინი და გვინდა რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერი გაჩვენოთ. ასე გამოიყურება ანაბელი. დედიკო დაუგნია ხელი? გამარჯობა, უთქალი დედიკა. გუშინ წინ მოგვივიდა ასევე ახალი მტვერსასრუტი, რომელიც უკვე განვფუთეთ. უკაბელო მტვერსასრუტი მინდოდა, ახალ წელს ჩავიფიქრე რომ შევუკვეთავ მეთქი და მოკლედ სადღაც 1 თვეში უკვე ვიყიდეთ და ძალიან მინდოდა, არის ძალიან პრაქტიკული და გუშინ განვფუთეთ და მოიცათ გაჩვენებთ როგორ გამოიყურება. ერთხელ მოვიხმარე და ძალიან პრაქტიკულია. ასე გამოიყურება ჩემოკარგებო ჩვენი ახალი მტვერსასრუტი. ეს ჩაფიქრებული მქონდა წლის ბოლოს რომ აუცილებლად მინდოდა მეყიდა და მოკლედ ავისრულე სურვილი და ანდრეასმა შეუკვეთა ჩვენთვის ამაზონზე. ძალიან პრაქტიკულია. აი აქ აქვს აკუ და ეს აკუ ძვრება და იტენება და საკმაოდ კარგი სიძლიერე აქვს, არ მეგონა თუ ასეთი ძლიერი იქნებოდა, მაგრამ საკმაოდ კარგი სიძლიერე აქვს. მოდით ესე გაჩვენებთ. ბელე, 1 წუთით დედიკო, ნახეთ? აი ესე გამოიყურება, უკვე ტვერია შიგნით როგორც ხედავთ, ეს საშრობი ძალიან ბევრ მტვერს იყენებს, როდესაც უკვე ესე იგი მოამთავრებს მუშაობას და სარეცხს აშრობს და ყოველ ჯერზე ესეთი მტვერი დგება საშრობში და აუცილებლად უნდა გასუფთავება. მოყვება ასევე პატარა თავსახური, რომელიც აი დივნისთვის, კრესლოებისთვის და ესეთი რამეებისთვის, საშრობისთვისაც არის განკუთვნილი და მოკლედ ძალიან მომწონს ჩემი ახალი მტვერსასრუტიც. აი ასე გამოიყურება, ძალიან მინდოდა. ეხლა გაჩვენებთ სუშის, რომელიც ანდრეასმა მოიტანა. ნახეთ, აი ეს სუშია, რაც ანდრეასმა მოიტანა და ეხლა უნდა მივირთვათ, რადგან ძალიან მოგშვებდა მე და ანდრეას, სანამ აი ამ ახალი ლოგინის განკუთვას დავიწყებთ, უნდა მივირთვათ რაღაცა და ანაბელი არ მაცლის როგორც ხედავთ. ძალიან გემრიელი სუშია ჩემოკარგებო. ნახეთ რა ლამაზი ჭხირები მაქვს.
ანაბელსაც უნდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ანაბელს სუში ჯერ არ ეჭმება. საშინლად ცხარია აი ეს როლი. მე თუ ამას ვიტყვი, ესე იგი ნამდვილად ცხარია, იმიტომ რომ მე ცოტა ცხარე მიყვარს. ანდრიასი იმდენ ცხარეს ვერ ჭამს, როგორც მე მიყვარს, მაგრამ აი ეს არის საშინელი ცხარე და კიდე ვასაბი ზემოდან უკვე ძალიან ბევრია. აქ მაქვს ჯანჯაფილის მწნილი და სოია соуსი უკვე ცოტა ოდნავ მოვასხით თავზე. ყველაზე მეტად მე ეს როლები მიყვარს, აი ეს ორაგულის დამარინადებული ორაგულით. ნუ ესეც კარგია ეს. თუ არ ვსები ამას მაკი ქვია თუ რაღაც, მაგრამ აი ეს ძალიან ცხარე იყო, შემოკარგებო. ვინც ახლა მიერთმევთ, გემრიალად მიერთვით ჩემთან ერთად. მოკლედ, ნახეთ. აი ეს არის პირველი ნაწილი, ხა უნდა განვყუთოთ. 5 შიგნითა ნაწილი ასე გამოიყურება. ანაბელი რა თქმა უნდა არ გვაცლის და კადრს უკან ძალიან ფორე აქვს და ერთ ამბავში აინტერესებს რა ხდება. ეს არის პირველი რიკული და ეს მეორე. მოყვება ასევე რა თქმა უნდა, სადაც მატრასი იდება ეს ქვემოთა ნაწილი. ესე იგი სიგრძეზე ესეთი ორი სახის რიკული მოყვება და ეს შუა უკანა ნაწილი არის რა თქმა უნდა ხისგან, რაზეც მატრასი იდება. მატრასი ცალკე გამოვიწერეთ და გუშინ მოგვივიდა. მოკლედ ყველაფერი ერთდროულად მოგვივიდა. და ეს არის მატრასის დასადები, გერმანულად ამას ლათენღოსს ეძახიან. ჩემი მეუღლე თან ერთად მოკლედ რაც ნაგავია, რა თქმა უნდა, პლასტიკა ცალკე პოლიეთილენის პარკში დებს, რომ რაიმე ბევრი ნაგავი არ დაიყაროს და მოკლედ ჯერჯერობით აი ეს უნდა გავხსნათ, ეს ყუთებიდან ამოვიღოთ ლოგინის ყველა დეტალი და შემდეგ დავიწყეთ აწყობას. ძალიან მიხარია. დარჩა მხოლოდ ეს ყუთი გასახსნელი, მატრასი გუშინ მოგვივიდა. ის რა თქმა უნდა ცალკე უნდა შეგვეკვეთა და ამ ლოგინის თანხაში არ შედიოდა. გაჩვენებთ ახლა მატრასაც, როცა განვყუთავთ, როცა ამოვიღებთ ყუთიდან. an die Wand. Etwas? Mhm. Ist noch was dran? Nee. Ich glaube, ist leer. Junge Anleitung. Царелия. Fertig? Ja. ეს არის ალბათ ფეხების ნაწილი, ეს იქნება თავის ნაწილი, ჩემოკარგებო. და ესენიც ზემოთა ნაწილები. ნუ დავინახავთ ყველაფერს, როცა აიწყობა. სულ ეს 4 ნაწილი დოშიგნით და დანარჩენი აი ეს რიკულები, რომელიც გაჩვენეთ 2 რიკული და ერთი შუაში ქვემოთ აი ეს მატრასის დასადები. ხარი ჩვენი პატარა ქალბატონი, ვისთვისაც აი ამ ლოგინს ვაწყობთ, ხო დედი? გიხარია? ანაბელს უხარია? ხო დედიკო? გიხარია ჩემი გოგო? უსმენ მუსიკას? მოусმინე დე მუსიკას, მოусმინე. ასე გამოიყურება ჩემოკარგებო ლოგინის გეგმა. მონახაზი, რომლითაც უნდა ვისარგებლოთ და აი ასე ავაწყოთ ლოგინი, როგორც აქ არის მითითებაში და მოკლედ დავიწყოთ. სხვათა შორის მე არ დაგიმალავთ და მაქვს ესეთი ვეშის აწყობის ტალანტი აღმოვაჩინე ჩემში და ძალიან მიხარია რომ არ დაგიმალოთ. ანდრიასის უხას უსვამს ხოლმე ამას. აი ეს ნაწილები კიდევ, რითიც უნდა ავაწყოთ და ხელსაწყოები, რა თქმა უნდა, ჩვენ სახლში მოგვეპოვება ყველა. მოკლედ წავედით, დავიწყოთ. Sehr schön. Sehr geil. Warte nicht auf meine Hand. Nein. Okay, ich lasse los. So, jetzt sind sie zusammen. Juhu!
შევაერთეთ, აი ეს ორი ნაწილი. უნდა შეერთდეს ორივე, როგორც თავის მხარეს, ასევე ფეხების მხარეს. პირველი უკვე აქ გავაკეთეთ, როგორც ხედავთ, პირველი ნაწილი. და ეს არის მეორე ნაწილი. იქეთ ანაბელი თამაშობს კადრს მიღმა. იქეთ ანაბელი ერთობა. იცე კვედედიკოს გული. უყვარს ეს სიმღერა ძალიან. ნახეთ როგორ ჭკვიანად მისით დაკავებულია და თამაშობს. იცე კვედედიკო? ჩემი სიყვარული ვინ არის და? ეს არის მატრასი ლოგინის ჩემოკარგებო და ეხლა უნდა გავხსნათ, რადგან უკვე თითქმის მოვჩით ლოგინის აწყობას და ეს არის სულ ახალი მატრასი, მოიცათ ამოვიღო. ვეწიკულობ იმ სიმძიმე, ხავი გაჩვენა. აი ასე გამოიყურება მატრასი ჩემოკარგებო. ანაბელის ახალი ლოგინის მატრასი. აი ჩემოკარგებო, ეს არის ანაბელის ლოგინის საბოლოო შედეგი. ეხლა ჩავდებთ მატრას შიგნით და მზად არის. მოკლედ, სულ რაღაც 3-4 საათში ავაწყოთ. არ იყო ძალიან ძნელია საწყობი, საკმაოდ გამძლე ლოგინია. აი ხელს რომ ვკიდებ და ძალიან მოგწონს. ანაბელსაც მოსწონს. დაყარა რაღაცეები ძირს. მოგწონს დედი? შენი ახალი ლოგინი მოგწონს ანაბელ? კარგია? აგუ გეხუტუნა დედამ. აი ახლა მატრასი უნდა ჩავდოთ. ანდრეასი ჩადებს მატრას. აი ასე. და მოკლედ ძალიან მოგწონს საბოლოო შედეგი, ნახეთ? აი ესეთი ანაბელის ლოგინი. ძალიან მომწონს. მოკლედ შემოკარგებო, ეხლა ხან მოვრჩით ლოგინის აწყობას. ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან კმაყოფილები ვართ ორივე და ანაბელს აქვს უკვე ახალი ლოგინი და ეხლა შედეგს გაჩვენებთ. აი ეს არის შემოკარგებო ლოგინის საბოლოო შედეგი. ეხლა მატრასზე ზეწარი გადავაკარი. აი გასაჭიმი ზეწრები არის აქ. და არა ისეთი, როგორც საქართველოში იყიდება და ძალიან მომწონს, ნახეთ, რა კარგი ლოგინია და რა მხელა. მოკლედ, ძალიან კმაყოფილი ვარ ღევანდელი ჩვენი ერთობლივი მუშაობის. აი ესეთ რაღაცებს ვაწყობთ ხოლმე მე და ანდრეასი. ძალიან დიდი სიამოვნებით ბავშვისთვის და კიდევ ერთი ახალი ბავშვის ავეჯი. მოკლედ, ძალიან კმაყოფილი ვარ შემოკარგებო. ძალიან კმაყოფილი ვარ. ბელე მოგწონს დე ახალი ლოგინი? კარგია დე? მოსწონს ბელეს? აღუ? მოგწონს დედას გული? დედას სიცოცხლეს მოსწონს ახალი ლოგინი დე? ძალიან მიხარია დედიკო. გეხუტუნა დედამ გულში. ჩემი ნებიერა გოგო. ეხა თავისუფლად დაიწინებ და მე ნაცნავი ჩავდოთ შიგნით. და კარგი იქნება, ხო? თვილად იქნები. ეს შენი დასაძინებელი ტომარა, ხო? მოგწონს დედიკო ლოგინი? გეხუტუნა დედამ გულში. ეხლა მე და ანდრეას ამდენი მუშაობის შემდეგ ძალიან მოგშვებდა. ანაბელმა დაიძინა, ვაჭამეთდა დაიძინა და მოკლედ ასეთი სოკოს ჩაშუშული გავაკეთე ბულგარულთან ერთად ნაღებში. და ცოტა ყველი გაურიე соусში, რომ შესქელებულიყო ეს ნაღების соуსი. და ეს არის წიწიბურა. გემრიელად მიერთვით. მოკლედ ძალიან კმაყოფილები ვართ დღევანდელი დღის. დღეს კი აქ დაგემშვიდობებით. ყველანი ძალიან მიყვარხართ. თქვენი მაგა დროებით მომდევნო ვიდეომდე ნახვამდის.